მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ საბადა არხების შროსნოსამი და დღეს ჩვენ ისევ როგორც ტრადიციულად ჩვენ მივიდივართ ფილმების სამუშაოზე, მაგიტომ მოით ავიღოთ თოხი. და აქ დღეს პრინციპში მე ავიღებ ჭარხლის თესლებს, უფრო მეც და ხორბლის თესლებს. და დანარჩენი პრინციპში უკვე გავერკვევი თავად ფერმებზე თუ რა როგორ ჩავსვო და შეხედეთ რა ლამაზია მინდია ფერმერი შეძენკიცაკდა და საობს Так, стоп, მეგობრებო. Стоп, და აქ რა შეკრება? შეგენგო უკაცრავ და რა ხდება აქ რატო არის ასეთი შეკრება? Sabah გამარჯობა შენ არიცეო ჩვენ მოვიდა ვიღაც გავყიდო ეს შეძენიკი რომელიც 100 სურო და ყიდის რაღაც საიდუმლო ნიუც. Так, стоп, რა გამყიდოე და ერთად ბოდიში შეგენგო ერთად გამატარეთ და ოგო, გამარჯობა, უკაცრავ და თქვენ ვინ ხართ რაღაც თქვენ ადრე ჩვენ სოფელში არ დამინახავთ და ვინ ხართ? გამარჯობა. თქვენ გამოისხართ ერთ-ერთი მოთამაშე ამ სოფელში. მოკლედ მე დღეს ვყიდი ამ სოფელში ძალიან საიდუმლო და ძალიან კარგ ნიუს. Так, окей, და უკაცრავ და რა ნივთია და რა ღირს? მოკლედ ეს ნივთი აღირს 100 ისურუდი. რა? 100 ისმრუდი? გოგიშება თქვენ მოიცეთ, თქვენ იცით 100 ისმრუდი რამდენია? 100 ისმრუდი მინიკრაფტში ერთ-ერთი რაც შეიძლება ღირდეს არ ვიცი. ეს არის სახლი, მაგრამ რაღაც სახლი აქ ახლოს არ არის, არ ვიცი, ახალი კომპიუტერი ძალიან მაგარი, რომელიც კაცავს ძალიან ბევრს, მაგრამ კომპიუტერსაც ვერ ხედავ. რას ყიდით 100-ს 100 ისმრუდად? შეგიძლიათ თუ შეიძლება რომ მითხრათ? აი ეს უკვე არის საიდუმლო, მე თქვენ ვერ გეტყვით. მე ვარ შეძენიკი გამყიდველი, რომელიც ყიდის საიდუმლო ნივთებს და მხოლოდ რო ესეც თქვენ იყიდით ამ ნივთს, მხოლოდ მაშინ თქვენ გეკნევათ უფლება ნახოთ თუ რა და როგორ იყიდეთ. რა და თქვენთან არაფერს არავინ არ იყიდის, თან 100 სუნუდა და თან რაღაც საიდუმლო ნივთს. რომ გითხრათ უკვე ნახევარი სოფელი ჩემთან არის მოსული და ცდილობენ ჩემთან რომ იყიდოთ ეს ნივთი. შეძენიკად შეიძლება გავყიდე, მე მაგ ერთს და გისურვებთ მოგწევდოთ შეიძლება მომეწია საიდუმლო ნივთი. მე ხო გეუბნებით მხოლოდ 100 ისურვებთ, მეც აღარაფერს აღარ ვითხოვ. Ё-моё, და იდექით აქ შეძენიკო, მე ეს არ მაინტერესებს. Ё-моё, შეხედეთ, წარმოგიდგენთ მეგობრებო, საიდუმლო ნივთი 100 სუმრუდად. აბარა, 100 სუმრუდს ახლა დავხარჯავ ამისთვის, მაგრამ ჯანდაო მეგობრებო. იმის გამო რომ თან არ, ё-моё, ეს ნატურა საიდან მაგერც საკდავდოთ. იმის გამო მეგობრებო, რომ არ ამბობს. რა ნივთია ესა? უფრო მაინტერესებს სიმართლე გითხრათ. ჯანდაბა, თან რაღაც უკვე ძალიან დამაინტერესა ეს რა ნივთია. აი, ეთქვა რა ის 100 სუნუდი, მაგრამ მეგობრებო, 100 სუნუდად მინკრაფტში ერთ-ერთად შეიძლება ღირდეს ეს არის ან სახლი, ან დამე ახალი რაღაც ულტრა კომპიუტერი, მაგრამ არც ერთი ნივთი აქვე არ არის. არ ვიცი მეგობრებო, მე ახლა ვფიქრობ და так, მოით მეგობრებო, ერთად შევასახში ერთი რამ მაინტერესებს. რამდენი სუმრუდი მაქვს. Так, და ჯანდავა მე მეგობრებო, მხოლოდ 44 სუმრუდი მაქვს. მოით მეგობრებო, ავოცავდოთ, მოდის ვცავდოთ აბა 44 სუმრუდად. მეც არავინ არც კი მისცემს მეც ამ შეძენიკს. 44 სუმრუდზე მეც ვიღა მისცემს 100 სუმრუდი, Так, შეძენიკ გთხოვთ თუ შეიძლება შეძენიკო გაიწიათ. მოკლედ შეძენიკო მე ასე ვთქვათ არ ვარ უარესი რომ ვიყიდო ეგ საიდუმლო ნივთი. მოგცემ ახლა 44 სუმრუდს და მომეცი ეგ ნივთი. Так, უკაცრავად თქვენ გონი ვერ გაიგეთ. მე ამ ნიუს ყიდი ხოთ 100 სუმრუდად. რა არის აქ გაუგებარი? და ё-моё, 100 სუმრუდად 44 სუმრუდზე მეც თქვენ არავინ არ მოგცემთ 44 სუმრუდზე მეც. აი ხედეთ და მომეცით ეგ ნივთი. Так, თუ შეიძლება წადით აქედან. გასაგებია. იცით რა, არავინ ჩვენ სოფელში არ იყიდის 100 სუმრუდად არაფერს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. უფრო მეტი უნდა ამ შეძენიკს, მეტი რაღა უნდა ერთი. სახე არ გაუტყდეს. მერტო შემომეგობრებო, არა, ეს უკვე იცით რა, ეს უკვე ჩემი საქმე არ არის, რომელიმე სულელი შეძენიკი იყიდის 100 სუმრუდად საიდუმლო ნივთს. მე არ ვარ ის სულელი, მაგრამ
მაგრამ ჯანდაბა მეგობრებო ძალიან მაინტერესებს. მან შესაძლებელი იყოს მართლა რამე სახლი, რამე ახალი ტელეფონი, კომპიუტერი, მაგრამ ჯანდაბა აგრეთვე ამასთან ერთად საპირისპიროდ შეიძლება იყოს, არ ვიცი. აი მაგალითად ერთი წელი კარტოფილი, შენი ყიდე ერთი წელი კარტოფილი 100 სუნრუდად. მაგრამ მეგობრებო 100 სუნრუდი ეს არის ძალიან დიდი, ძალიან ბევრი ფული, მეგობრებო, ეს არის ჩემი გამოდის რამდენი? 4 თვის ხელფასი წარმოიდგინეთ და მე მხოლოდ 44 სუნრუდი მაქვს და 44 სუნრუდაც კი არ მთავრდება და რაღა მივცი არც კი ვიცი. რაღაც მეგობრებო რაღაც უკვე მართლა დამაინტერესა და შიწენიკებმა ისე მართლა შეიძლება იყიდონ ისეთი, რატომ ჩვენთან ზოგიერთი შიწენიკი ისეთი სულელია, რომ მათ შეუძლიათ 1000 სუნრუდადაცაც, 10000 სუნრუდადაცაც კი რაღაცა იყიდონ, მეგობრებო არ ვიცი. რა გავაკეთო, მაგრამ რაღაც აი ამ შიწენიკმა მაგრად დამაინტერესა, ორჯერ უკვე ვიყავი ხოვი რომ გამყიდოს და არც კი ვიცი, არც კი მყიდის. ტაქს მოდით პრინციპში ხო მე უკვე პრინციპში ჩემი სამუშაო გავაკეთე ამ ფერმას უკვე მე ფერმაში წენკი მიხედავს მოდით მეგობრებო ახლა წავიდეთ სახლში არ ვიცი რაღაც შევთავაზო ამ შეზენკს 44 სუნრუდი მეგობრებო შევთავაზე ჩემი მთლიანი ფული ღმერთო შემარც კი ვიცი მეგობრებო ვინ იყიდის მაგასთან 44 სუნრუდზე მეც ვინ შესთავაზებს უბრალოდ არც კი ვიცი არ ვიცი რა შევთავაზო არ ვიცი ერთი სტაკი კარტოფილი ჩემი ალმასის თოხი არ ვიცი რა შეიძლება იქ ალმასის ხმალი კომპიუტერი მე მჭირდება საწოლი არ ვიცი მეგობრებო მოდით აბა მეგობრებო ერთ წუთს აბა ვნახოთ აბა რას ამბობენ აბა იქ შიძენკები შიძენიკოთ შეიძლება გავყიდე მე მაქვს 24 სუნრუდი ტაქს თქვენ გონი ვერ გაიგეთ მე ვყიდი ნიუც ხოთ 100 სუნრუდად რა არის აქ გავგებარი შანტავა მეგობრებო აქ უკვე 24 სუნრუდი აი მეგობრებო ხომ ამბობ აი იქ შიძენიკი 24 სუნრუდს თავაზობს და მე 44 მეგობრებო ისა ძალიან დიდი ისა რა ჯანდაბა მეგობრებო არ ვიცი ვინ იყიდის ახლა 44 სუნრუდზე მეც ამ ჟიწენიკთან მაგრამ არც კი ვიცი რაღაც შევთავაზო მეგობრებო მგონი ერთი იცი ამაკ იცით რა მოდით ახლა მე წავა მაღაროში ხო მეგობრებო მაღაროში ჩვენთან ახლოს სოფელთან არის მაღაროში წავალ და რამე რესურსებს მაინც ავიღებ იქიდან არ ვიცი რამე ალმასებს უფრო მეტი სუმრუს ან რამე ასეც მეგობრებო შესაძლებელია ამის შემდეგ მაინც გამყიოს იმიტომ მართლა მეგობრებო ამაზე მეც უკვე არავინ აღარ შევთავაზებს ამ შეზენკს ხო მეგობრებო მოდით ახლა ავიღოთ კირა და წავალ მეგობრებო ჩვენთან ახლოს არის მაღარო აი ამ იმ ხარეს და დაგიბრუნებით იმ დროს ესეც გამოვალ უკვე იმ მაღაროდან მეგობრებო ეს იყო ჩემი ყველაზე გრძელი მოგზაურობა ასე ვთქვათ ამ მაღაროში მოკლედ ჯერ ესეც მე გამიფუჭდა ჩემი რკინის კირა მეორეც ერთი მეგობრებო წარმოიდგინეთ მე ამ შახტაში მე ამ მაღაროში გავატარე 1-3 თუ 4 საათი და რა ვიღე ამ 3 თუ 4 საათის განმავლობაში 4 ალმასი და 2 სუნრუდი ხო მეგობრებო მე მქონდა 44 სუნრუდი და 2 სუნრუდი ნახე კიდე მაღაროში ნუ ამის შემდეგ 100%-იანი უკვე უნდა დამთავრდეს საბასად არის შიზენკი და სტოპ მეგობრებო სათარიან შიზენკები ჯანდა უკვე იყიდეს არა ტაქს უკაცავად გთხოვთ არ წახვიდეთ სტოპ უკვე იყიდეს ეს ნივთი არა დიდი სამწუხაროდ არ იყიდეს მე ახლა მივდივარ სხვა სოფელში რომ გავყიდო ეს საიდუმლო ნივთი ეს ძალიან კარგია მაშინ მე თქვენთან მაქვს ძალიან კარგი ასე ვთქვათ ისა მოკლედ 46 სუნრუდი და 4 ალმასი და თქვენ გამყიდით ამ საიდუმლო ნივთს ტაქს თქვენ გონი ვერ გაიგეთ მე ვყიდი ამ ნივთს ხოთ 100 სუნრუდად არც მეტი არც ცოტა და აი არ მესმის აი როგორ არის წარმოიდგინეთ ახლა თქვენ მოხვედით ჩვენ სოფელში ამდენი დრო დახარჯეთ და არავინ არ იყიდა არავინ არ შემოგთავაზათ 46 სუნრუდსა და 4 ალმასზე მეტი და რატომ უბრალოდ ამიხსენით ეს ასეთი ბიზნესია უკაცრავად მოკლედ იმიტომ რომ ახლა მაგალითად მე წავალ სხვა სოფელში იქაც შეიძლება არავინ არ იყიდოს ჩემი საიდუმლო ნივთი მე სხვა სოფელში და ასე გავგრძელებ ჩემ მოგზაურობას სანამ ბოლომდე არ გავყიდი ამ ნივთს 100 სუნრუდად მხოლოდ მეტი არაფერი
ჟანდა ბაბა რა ეს მოდით თუ შეიძლება ჩემს სახლში ახლა გაჩვენებთ ყველაფერს და კაი თუ შეიძლება მოდით არ ვიცი აი 46-ის სურვილი 400 და ჩემი კომპიუტერი მაგალითად ტაქს თქვენ გონი ვერ გაიგეთ 100 სურვილი მეტი არაფერი რატო ხართ ასეთი გაუგებარი ვერ გავიგე არ ვიცი 46-ის სურვილი ხმალი შეგიძლიათ არ იყოს არ ვიცი კარტოფილი არ ვიცი ხორბლის თესლები ჩემი ნაჯახი თოხი და კოკასოს მე უკვე ტაქსი გამოვიძახე так стоп არც ახვიდეთ კაი 46-ის სურვილი და ჩემი სახლის მეორე სართული ტაქს აი ეს უკვე საინტერესოა დიახ აი თუ შეიძლება წამოდით შეხედეთ ისა ჩემი სახლის მეორე სართული არის ძალიან ფართო ძალიან კარგი შეხედეთ აქ არის ასეთი რკინის კარი აქ ასეთი ძალიან კარგი დინამიკები აქ წიგნის თაროები ყუთები მოგეთ ყველაფერი და პლუს კი თქვენ გექნებათ პლუს კიდე საჩუქრად აივანიც კი ჩემი მეორე სართულის კაი მაშინ მობძანეთ თუ შეიძლება გარეთ და მოგაწვით მაგნიუტს ვაუ დიდი მადლობა так მეგობრებო აბა ვნახოთ აბა რა ნივთი იქნება ტაქს აჰა აი თქვენი ნივთი так საბათ რა არის ესა და так стоп ვერ გავიგე და ეს რა არის ეს არის ნაგვის ძაბრი უბრალოდ მე დავინახე თქვენთან სოფელში საერთოდ არ არის ნაგვის ძაბრი და მაგიტომ თქვენ ახლა შეგიძლიათ ეს ძაბრი მაგალითად დააყენოთ თქვენს სახლში ოღონდ ასე ყოველი არა მეორე სართულზე იმიტომ მეორე სართული უკვე ჩემია так стоп მგონი ეს ხუმრობა შესაძლოა ერთი საკი სურვილი და არა მეგობრებო ეს მართლა ნაგვის ძაბრია ანუ так стоп მე არ მინდა ესა так იცით რა მე ვაბრუნებ ამ ნივთს და მეორე სართული მე დამიბრუნეთ დროზე აჰა ახლავე არა ეს უკვე ბიზნესია თქვენ უკვე აიღეთ თქვენ უკვე დათანხმდით მეც დავთანხმდი მაგიტომ მე ახლავე გადმოვიტან აქ ჩემს ნივთებს ნახოთ ის ეი საწახვედი ალო დაიღე ეს ნაგვის ძაბრი არც კი მჭირდება ალო ჟანდაბა მეგობრებო აი წარმოიგეთ 100 აი ასეც ვიცოდი ჟანდაბა ახლა მეორე ჟანდაბა მეგობრებო აი წარმოიგეთ ახლა აი ვა ღმერთო რატო ვარ ასეთი დებილი რატო დავთანხმდი იმის გამო რომ ძალიან მაინტერესა ჩემი ინტერესი ადრე თუ გვიან უკვე მომკლავს მართლა ნუ რა არის ეს მეგრო ნამდვილი ნაგვის ძაბრი შეხედეთ არაფერი არის ეს არის უბრალო ნაგვის ჟანდაბა ძაბრი და აი ამ ნაგვის ძაბრისთვის მეგრო მე გადავხედე მეორე სართული ჩემი სახლის მეორე სართული რა ღმერთო ჩემო არა ეხლა რაღაცნაირად უნდა დავაბრუნო ეხლა ის ვინ იყო ეს გამყიდველი თუ ვიღაცა უნდა დავაბრუნო და ახლა დროზე უნდა ვუთხრა თავისი ძაბრი აიღოს და მეორე სართული ჩემი დააბრუნოს ჟანდაბა მეგრო აი ჩემი ინტერესი მართლა მალე დამღუპავს მადლობა დიდი ვინს ყურამ ვიდეოს ბოლომდე თუ მოგეცდოთ და ლაიქეთ მე კი ახლა წავედი ნახვამდის